ქალაქ თბილისში ძალიან სერიოზული პრობლემა არის ხმაურის პრობლემა, რომლის შესახებაც სამწუხაროდ მედია დღემდე სერიოზულად არ საუბრობს. იწვევს უამრავ დაავადებებს, ამის შესახებ მე მგონი ზედმეტი საუბარი საჭირო არ არის ეს ყველასათვის. ცხადი უნდა იყოს, არსებობს კანონები, რომლის მიხედვითაც ვთქვათ, დაშვებული არის 11 საათამდე გარკვეული ტიპის ხმაური, შემდეგ 12 საათამდე და შემდეგ 12 საათის შემდეგ საერთოდ არანაირი ხმაური არ უნდა იყოს. მაგრამ და ჩემი პრობლემაც გახდა ეს უკვე 8 თვეა. ჩემთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა, ჩემს ქვემოთ არსებული ბარი და რაც ეს პრობლემა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც გადაიქცა თითქმის გადაუჭრელ პრობლემად, უფრო მეტად დავინტერესდი ამ საკითხით და უნდა ითქვას, რომ აქ ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს ანუ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს კანონები, არ არსებობს ინსტიტუცია, ორგანიზაცია, რომელიც ამ კანონს ცხოვრებაში გაატარებს. მე თვითონ ლესელის ქუჩაზე ვცხოვრობ და თითქმის ამ ბოლო დროის განმავლობაში პატრულის მრავალი ცვლა გავიცანი, ძალიან სასიამოვნო ადამიანები, მართლაც რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან, რომ რამენაირად აღკვეთონ ეს უმსგავსობა, მაგრამ მათ არ გააჩნიათ არანაირი ინსტრუმენტი, მათ შეუძლიათ გააფრთხილონ და მიუთითონ და ამაზე არანაირი რეაგირება არ არის, რადგანაც რასაკვირველია ბარის პრობლემა ბარის პრობლემი არის ვინმე სანდრო ლომიძე, ხოლო ამ ფართის პრობლემი არის თამაზ მაზიაშვილი. მათ ეს საკითხი არ აინტერესებთ როგორც ჩანს, რადგანაც მოგებაზე არიან ორიენტირებული, სხვისი ჯანმრთელობის ფასად, სხვისი კეთილდღეობის ფასად და ეს რასაკვირველია, ამას ქალაქი და ქვეყანა არ უნდა ითმენდეს. ასეთი მდგომარეობა არის, უნდა ითქვას, ძალიან დამეხმარება და მართლაც სწრაფია მათი კომპეტენციის ფარგლებში, ხარჯი მიდგას ასევე ზედამხედველობის სამსახური, ისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი, ზოგჯერ ღამის 3 საათზეც კი მოსულან. ისინი ძალიან შეწუხებულები არიან, რომ მათ ასევე არ აქვთ რაიმე ინსტრუმენტი ხელში, მათ არ შეუძლიათ ვთქვათ ჯარიმებიც კი გამოწერონ. ასეთ დარღვევებთან დაკავშირებით და მთავარი პრობლემა, რომელიც აქვს ქალაქს, რადგან მე ვიცი რა როცა ამბობ ქალაქს, ვიცი რომ მაგალითად ბათუმში დღემდე არსებობს მაგალითად სანიტარული ზედამხედველობა თუ არ ვცდები, რომელსაც შეუძლია თქვა იგივე ჯარიმები გამოწეროს და რაღაცნაირად შეზღუდოს ეს აღვირახსნილობა. თბილისში ასეთი აღარაფერი აღარ დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით ქალაქ თბილისში, სადაც ეს პრობლემა მართლაც უამრავ ადამიანს აწუხებს, არა მხოლოდ მე, რომ ამაზე დაფიქრეს ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე მე ვიტყოდი ძალიან კარგი იქნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მისცეს საშუალება პატრულს, რომ ოპერატიულად როდესაც ეს ხმაურის წყაროები გამოჩნდება, რომ მათ ეს აღკვეთონ. უცხოეთში ეს თავისთავად ცხადი იქნება, მე თვითონ რომ მოცლებული, მაგალითად, როდესაც მოდის იქ პოლიცია და მაგალითად მიაქვთ თუნდაც ეს ხმის გამაძლიერებელი ან სხვა ინსტრუმენტები, რომელსაც მე ვიტყოდი, რომ ეს არის მკვლელობის ინსტრუმენტები დღევანდელ გარემოში, იმ გარემოში, რომელშიც მე ვიმყოფები და ისე როგორც მაგალითად იარაღი უნდა ჩამოართვას პატრულმა, ცივი იქნება თუ ცხელი იარაღი, იმას ასევე შესაძლებელია ჩამოართვას ბოლოს და ბოლოს ეს რა ვიცი, მუსიკალური ინსტრუმენტები იქნება თუ ხმის გამაძლიერებელი თუ ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ერთ-ერთი თხოვნა და ალბათ ძალიან ბევრი დამეთანხმება ამ მოთხოვნაში, რომ პატრულს მიეცეს საშუალება. პატრული ძალიან კარგი იქნება, რომ ასევე აქცევდეს ყურადღებას, როდესაც ქუჩაში ჩერდებიან, ლესეძეზე ძალიან ხშირად ხდება მანქანები, ღამის 3 საათზე, ღამის 4 საათზე და ბოლო ხმაზე აქვთ ჩართული მუსიკა, რადგან ქართველების სამწუხაროდ ძალიან დიდ უმრავლესობას სრულად არ აინტერესებს სხვა ადამიანების ბედი და მათ არც მოზდით აზრად, რომ ვიღაცას აწუხებენ. და ძალიან კარგი იქნება, რომ არსებობდეს ჩარევის საშუალება, რადგანაც არსებობს კანონი დაკავშირებით თუ ხმაური არ უნდა იყოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზედამხედველობის სამსახურს ქონდეს უფრო მეტი საშუალება ამის წინააღმდეგ რაიმე გააკეთოს. როდესაც სახელმწიფოში არსებობს კანონები და ეს კანონები არ სრულდება, სახელმწიფოს ძირს უთხრის.